მოგესალმებით ბატონო თეიმურას, გთხოვთ დაბრძანდეთ, ბატონო შოთა, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. მოგესალმებით ორივეს. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ბატონო თეიმურას. პროცედურა გახლავთ ასეთი, რომ კომისიის სახელით მე უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ ჩვენი კომისიის წინაშე კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება, ან პასუხზე უარი, ან კიდევ განზრახ სრულახსნა განმარტების მოცემა არის დასჯადის სისხლის სამართლებრივი წესით და ამ გაფრთხილების დასტურად გთხოვთ თქვენი ხელმოწერა დაასვათ იმ დოკუმენტზე, რომელიც სამდივნომ გადმოგცათ და თქვენ უკვე თან უნდა გქონდეთ, რის შემდეგაც უკვე შევდგებით მუშაობას. თუ შეიძლება, დიდი მადლობა. ბატონო თემურ, ასეთ მეთოდს გთავაზობთ მუშაობის, რომ თქვენ 10-15 წუთი აიღეთ და თავისუფალი თხრობის რეჟიმში თქვენი და თქვენი კომპანიის ჟინერის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე ქრონოლოგიურად და ისე რომ ჩვენთვისაც და მსმენელისთვისაც მარტივად იყოს გასაგები მოგვითხრეთ თუ შეიძლება. მივესალმები ბატონ შოთა მაჭარაშვილს, რომელმაც ძალიან ყოვლის მომცველი, მომწურავი და ანალიტიკური მასალა წიგნის სახით მოამზადა ამ და სხვა იმ საქმეებზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი პირდაპირ ატერორებდა ბიზნესს და რა თქმა უნდა ჩვენ ამ მასალას თქვენი ნებართვით ბატონო შოთა დასკვნის შედგენის დროს გამოვიყენებთ და თუ კი თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი რომ ბატონი თემურის გამოკითხვის პროცესში ჩაერთოთ, მანიშნეთ და სიტყვას მოგცემთ რა საკვირველია. გთხოვთ ბატონო თემურ. პირველ რიგში ხალბატონთია მოგესალმებით ბატონო კომისიის წევრებო. მე მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა ამ კომისიის მიმართ, რომლის იმედები მეც და ძალიან ბევრს გაუჩნდა ამ თქვენი მუშაობის შედეგად. და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ რახან დაინტერესეთ ჩემი განცხადებით და საჭიროდ ჩაითვალა ამ თემის განხილვა, რომელიც ერთ-ერთია იმ შემადგენელი და სისტემური დანაშაულების, რომელიც ხდებოდა იმ პერიოდში. პირველ რიგში მე კიდევ ერთხელ გავაკეთებ ესეთ შესავალს, რომ მინდა დაუდასტურო ჩემი სოლიდარობა და თანაგზობა ყველა იმ დაზარალებულებს, რომელიც აქაც ვიხილეთ თქვენთან, რომლებმაც განიცადეს საოცარი ეს დიდი წლეხი და თავისი ფიზიკური და სულიერი და ყველა ჯანმრთელობა შეწირეს ბევრმა ამ საქმეს და კიდევ ერთხელ დაუდასტურობა ჩემი თანაგზობა. ეხლა რაც შეეხება თუ მომცემთ უფლება ალბათ მოკლე ექსკურსი გავაკეთო. ეს არის ენერგეტიკული კომპანია ჟინერი, რომელიც ლიზინგის წესით ფლობდა ჟინვალხეს. 94 წელი თუ გახსოვთ, ეხლა თქვენ შედარებით ახალგაზრდები იყავით და უდენობა, უშუქობა, ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა გესი იყო გაჩერებული თითქმის ნახევარ სიმძლავრეზეც ვერ მუშაობდა. ვერ აწვდიდა წყალს, რომელსაც მთავარი ფუნქცია იყო თბილისის წყალმომარაგება და გაკეთდა ისე, რომ ჩვენ პირველმა ქართველმა ინვესტორებმა ენერგეტიკაში ავიღეთ ეს ჰესი ავიღეთ გზელვადიანი იჭარით, განვახორციელეთ სერიოზული ინვესტიციები, ისე რომ 2 წელიწადში ეს ჰესი უკაცრავად 95 წელში გაიშვა საბჭოთა პერიოდში. ძალიან ბევრი ისინი იყო ხარვეზები დატოვებული, იქა ვერ მოასწრეს ბოლომდე გაშვება და ამიტომ არ იყო საპროექტო ნიშნულზე და 2 წელიწადში საკმაოდ პირველად ყოველგვარი ბანკის შესხების გარეშე განვახორციელეთ სერიოზული ინვესტიციები ისეთი, რომ 2 წელიწადში გავიდა საპროექტო ნიშნულზე წყლის მეცნობა გაიზარდა იქ 120 მილიონი კუბით, ელექტრონგამომუშავება 520 მილიონზე ავიდა თითქმის
ორჯერ გაიზარდა საპროექტო ნიშნულზე ავიდა თვითონ წყლის დონეც ეხლა მე ციფრებს კი გეუბნები და შეიძლება ეს ის არის მაგრამ 800 მეტროზე რომელმაც გადაარჩინა იქ დამბა გაკეთდა დიდი რომელშიც მილიონი კუბი მიწა ჩავყარეთ ჩვენ ითაც გადავარჩინეთ ანანურის ისტორიული ციხე-სიმაგრე იმიტომ რომ წყალი უდგებოდა იმას უკვე და დიდი საიშროება იყო მისი შემდგომი არსებობის აი ამის შემდეგ რაც ეს გაკეთდა და გავიყვანეთ საპროექტო ნიშნულზე თბილისის წყალმომარაგება იყო უწყვეტი რეჟიმით ელექტროენერგიას ვაწვდით თბილ-წყალკანალს მინიმალური ფასით 1.93 რომელიც ძალიან დაბალი ტარიფი იყო და წყალი მიეწოდებოდა უფასოდ აბსოლუტურად და წყლის ტარიფიც იმ პერიოდში შედარებით იყო 90 თეთრი ეს ყველაფერი გაკეთდა ძალიან ბევრი ბატონო თეიმურაზ ერთს შეგაწყვეტებთ აი წყლის მომარაგება უწყვეტი გახდაო სიტუაცია რო აღწეროთ მანამდე რა ხდებოდა იმიტომ რომ მანამდე ჩვენი მსმენელმა შეიძლება არ იცის და არ ახსოვს ის პერიოდი რა ხდებოდა და რა შეიცვალა თქვენი შემოსვლის მერე ვინაიდან არ იყო საპროექტო ნიშნულზე გასული და არ იყო წყლის დონე თავის სათანადო სიმაღლეზე და არ ყოფილა წყლის მოცულობა იმითი დამბა რო გაკეთდა როდესაც ახლა ვახსენე 1 მილიონი კუბი მიწა რო ჩაიყარა ამის შემდეგ მოხერხდა წყლის დონის აწევა და წყლის მოცულობა გაიზარდა თვითონ იმაში წყალსაცავში რომელმაც უკვე უზრუნველყო თბილისის და გარდაბნის და მცხეთის წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში. აი ეს იყო თვითონ წყლის მოცულობის გაზის ხარჯზე. უპასუხებ მე თქვენ გითხრას თუ მანამდე როგორ იყო რამდენი მანამდე იყო სულ გრაფიკით წყალი არ ყოფნიდა. არ მით უმეტეს რომ მაგი წყალსაცავია და თუ ზაფხულის პერიოდში როდესაც ის იცლებოდა, მალე იცლებოდა ძალიან ახან არ იყო. შემოდინება მცირდება, წყალი იცლება და ამიტომ სულ გრაფიკით იყო იმ პერიოდში წყალი. კი, გასაგები, ახლა გასაგები. აი ამან გამოიწვია ეს რომ გაკეთდა ეს ყველაფერი რა. ეს იყო 97-ში უკვე საპროექტო ნიშნულზე გავედით. ამის შემდეგ იყო მუშაობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობდით ყველაფერი იყო ნორმალურად 99 წელს როდესაც გამოჩნდნენ ახალგაზრდა რეფორმატორები და შევიდნენ პარლამენტში მერაბიშვილი იყო ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე და იმ დღის შემდეგ დაიწყო სერიოზული შემოტევები უკვე გესზე ხელში ჩასაგდებად, იმიტომ რომ გამზადებული, გამართული, ყოველად ესეთი მაღალი დონის გესი იყო, იმიტომ რომ აღიარებული იყო ევროპაშიც, იმიტომ რომ ბევრი ძალიან ჯილდოები მიიღეთ, თვითონ სერიოზული საქმეები გაკეთდა და დაიწყო სერიოზული შეტევები. ამ გვერდში აქ რაში იყო ისეთი საქმე, იყო ესეთი კომპანია პეტერსონ ბენკლაფი, ამერიკაში იურიდიული კომპანია რომელთანაც თავის დროზე სააკაშვილსაც ჰქონდა შეხება. და მათი მითითება და ის იყო რომ ენერგეტიკულ ობიექტებს დაპატრონებოდნენ და ჩაეგდოთ ხელში ესენენ და პირველი რაც ესეთი მსუყელუკმა იყო ეს იყო ესეთი გამართული სადგურის ჟინერი. იყო იუსაიდიც უმაგრებდა მათ ხარს, იყო ესეთი ემრიხი წარმომადგენელი მათი, რომელიც ესეთი გაერთიანებული ძალებით ცდილობდნენ რომ რაღაცნაირად მოხდარიყო რომ ეს გესი ჩამოერთმიათ. ბევრი ჭიდაობა, ბევრი სასამართლოები, რომელიც ყველა აბსოლუტურად ჩვენ სასამართლოდ, ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა საერთაშორისო არბიტრაჟით მათ შორის შეიძლება ითქვას რომ მაშინ ვერ მოგვერიეთ, არ გაკეთდა. იყო ისევ ჩამოვარდა პაუზა ლეონები და 2005 წლიდან უკვე დაიწყო მასირებული შეტევა რომ წასულიყო და მეაქციეს ამას თავისთავად იმიტომ ჯერ იყო ძალისმიერი მეთოდით როდესაც დამაკავეს მე საკრებულოს წევრი გახდით იმ პერიოდში ამავე დროს ვიყავი თბილისის საკრებულოს და ბატონო თბილისის საკრებულოს წევრი თბილისის საკრებულოს წევრი ვიყავი მეორე მოწვევის აი ეს მეორე მოწვევა იყო
ამავე დროს ვიყავი ფილიპინების გენერალური კონსული და რაღაც გარკვეული იმუნიტეტები მიცავდა, მაგრამ საკრებულოდან რომ გამოვედი, დამხვდნენ ორი მამაკაცი დამხვდა, თხოვეს რომ გავყოლოდი, მე ვარი უთხარი. გაყოლაზე წამოვედი მანქანაში ჩავჯექი, მაგრამ გამიკეთეს ექსკორტი წინ და უკან. და ესეთი იძულების წესით ჩემი მანქანა მიიყვანეს მაშინ ნახალოვკაში იყო ფინანსური პოლიცია სადაც უკვე დაიწყო ჩემი დამუშავება ესეთი რომელი წელია ეს? ეს არის 2005 წლის 12 იანვარი 12 იანვარი. თქვენ რომელი პარტიიდან იყავით საკრებულოს წევრი? რეწველებიდან. შესაბამისად, როგორც საკრებულოს წევრი, თბილისის საკრებულოს წევრი რეწველების პარტიიდან გამოხვედით სამსახურიდან, იქ დაგხვდნენ, არ წარგიდგინეს საკუთარი თავი. არაფერი წარმოვიდი, რომ თხოვეს წავყოლოდით ფინანსურ პოლიციაში. და რომ მიხვედით რა ხდებოდა ფინანსურ? არაფერი შემიყვანეს რაღაც ოთახში და დაიწყეს დამუშავება, როგორც გითხარით, რომ ჯერ საქმე მანახეს შეთითქმული რაღაც საქმე მე მიყავი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ამიტომ მართვაში როგორც მოგეხსენებათ სამეთვალყურეო საბჭო არ ერევა და რაღაც შეთითქმული ბრალდება იყო დამიდეს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ყოფილა უკვე წარდგენილი, რომელიც მე არ ვიცოდი. რაღაც წყლის ლიცენზიასთან დაკავშირებით და მითხრეს რომ უნდა დათმოთ შენი წილიო რა. ეხლა მე საკმაოდ კაი ურთიერთობა მქონდა იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში ესე მეგონა მე საკრებულოში როდესაც სააკაშვილი ესეთი მრეწველებს და იმას კონსტრუქციული ოპოზიცია ვიყავით ჩვენ და ბოლომდე არ მეგონა თუ რაღაც ესეთი შეიძლებოდა მოვითხოვე ადვოკატი ვარი მითხრეს მოვითხოვე კეზერაშვილთან შეხვედრა კეზერაშვილი არ იყო საკრებულოს წევრი მაგრამ იმ პერიოდში სულიკ მოძრაობდა და მისცნობდა და ვიცნობდი და ისიც დაიმალა ჩემი გულუბრყვილობით ვთხოვე იქნებ პრეზიდენტთან დამარეკიო თქო და საერთოდ ყოველგვარი იზოლაციაში მომაქციეს დაიწყო დამუშავება იქ ხანშვილებს მიხსენებდნენ ხან სამი ბიჭი მყავს ხან იმას უნდა დათმო ამ დროს დაუკავებიათ პარალელურად გესის დირექტორი ჩაჩხიანი ბატონი ჩაჩხიანი რომელიც ჩამოიყვანეს ზინვალიდან და სხვა ოთახში დასვეს და ესეთი სიტუაცია იყო რომ ოთახის კარებების ღია იყო და მე იმას ვხედავდი ის მე ვხედავდა იმას დაუდეს წინ ჩემი ბრძანება რომ მე ვბრძალდება მაგ და მაკავებენ იმაზეც ესე მოქმედება იყო მე თავისთავად რომ იმას იჭერდნენ ეს გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მე ესე მომეჩვენე ხა შეიძლება ეს წლებთან შედარებით ის არის მაგრამ მთელი დღის განმავლობაში შუა დღიდან საღამომდე მიდიოდა აი ესეთი დამუშავება კიდევ ვიმეორებ არავით არ დამაკავშირეს იურისტებთან რომ რა არახაროში რომ ბრალდებულიო მოწმე ხარ როგორც არის რა ეს და ყოველ შემთხვევაში მიაღწიეს იმას რომ დავთმეთ ჩვენ წელი რა დავთმეთ ემზარმას ბატონმა ემზარმას და მეც ვეღარ გაუძელეთ ამ წელს ვინ იყო მაშინ ხელმძღვანელი ამ ფინანსური პოლიციის კეზერაშვილი იყო მაგრამ ჩვენთან იყო ესეთი დოლიძე და კვერნაძე და გელოვანი როგორც ხდება საერთოდ ჩემთან რაღაცას მეკითხებოდნენ პასუხს რომ მივცემდი გადიოდნენ ეკავდნენ აშკარა იყო რომ კეზერაშვილი იქ იყო და არ ჩანდა და არც უნდა ალბათ გამოჩენა ამ მომენტში და აბრალებდნენ რომ ეს პრეზიდენტის დავალებაო და ამ დროს არ ვიცი კიდევ ამბობ რომ ჩემი გულუბრყვილობით არ მეგონა რომ ეს შეიძლებოდა რომ ახლა იქიდან წამოსულიყო რა ყოველ შემთხვევაში დავთმეთ ჩვენ ეს წილი მაგრამ მაგას ჭირდებოდა 51% მოგვაწევიეს კრება ბოდიში შეგეჭრებით თქვენ რამდენი გქონდათ წილი მე მქონდა 28% ბატონ ჩაჩხიანს რაღაც გროვდებოდა სულ ჯამში 40%-ამდე 51 ჭირდებოდა ვის სასარგებლოდ დათმეთ ბატონო ვის სასარგებლოდ დათმეთ დღის ბოლოს სახელმწიფო საზღვრების მართვის ორივე იმიტომ მოვიდენ იქა მეორე დღეს მოგვაწვევიეს კრება და რო ჭირდებოდა ეს 13% აქტებოდა თუ არ ვხდები მოგვაწვევიეს კრება ეს ვისაც ჰქონდა ეს 13%
მოიყვანეს ნოტარიუსი, ჩაკეტეს კარებები, ვინმე თეაგო არამეა იყო კონების მართვიდან, ახალგაზრდა გოგო. ამათაც დააწერიეს, მოაწერიეს ხელი. ამის შემდეგ ჩემ თვალწინ დახიეს ის დადგენილება, რომელთაც მე დაკავებული უნდა ყოფილიყავი. რადგან მე ბრალდება მქონდა წაყენებული აბსოლუტურად გაუგებარი ბრალდება. ბატონო თეიმურაზ, ესე იგი 12 იანვარს თქვენ დაგაკავეს საკრებულოს წევრი, ოპოზიციური, მაშინდელი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და ფინანსურ პოლიციაში, ნაძალადევში მიგიყვანეს აბსოლუტურად კანონიერი საფუძვლის გარეშე და მიმდინარეობდა თქვენზე ზეწოლა. თქვენ თქვით, რომ წნეხს ვერ გაუძელით და დღის ბოლოს თქვენ და ბატონმა ჩაჩხიანმა დათმეთ თქვენი წილები. ეს წნეხი რაში მდგომარეობდა, ეს რომ გითხრათ? წნეხი ეს იყო მორალური, ფიზიკურად, რა თქმა უნდა, არ იყო არავითარი შეხება და ეს იყო მორალური წნეხი, ისევ დაჭერის, ისევ შვილებზე ზემოქმედების, იმიტომ რომ რაღაც შესწავლილი ხონდა თუ რაღაც ბიჭები არიან, ის არიან, ის რაღაცები. ამ დროს დაემთხვა, რომ კიდე ჩემ გვერდით, ჩემს აგარაგზე სადაც მე ვცხოვრობდი, ახალაიები შეასახლეს. და სად? წავგეში. ხო და ცოტა რთულ პერიოდში იმაში ვიყავი რა, ერთ-ერთი ის იყო და ვეღარ გავძელი რა ამ იმაზე. ახალაიები შეასახლეს რას ნიშნავს? ერთ ჩემი მეზობელს ჩამოართვეს სახლი და ბაჩო ახალაიას თუ და ახალაიას ოჯახები შეასახლეს? სტაბინა ქონდათ ეხა რა. კარის მეზობლები ვიყავით ეხა ერთი ეზო გვაქვს და კიდე გეუბნებით ეხა ჩემი ის იყო რომ ვეღარ გავუძელი, იმიტომ იქიდანაც იყო ხსენება, აქედანაც ყოველდღიურად და სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ ალბათ ვერ გავძლევდი მე, არც პატარა ვიყავი მაშინ ასაკით და მოდი შეფასებებში ნუ ვიჩქარებთ, სისუსტე შეფასებითია. ამიტომ ჩვენ ამისთვის არ ვართ აქ, რომ შევაფასოთ ვინ სისუსტე გამოიჩინა, ვინ არა. წნეხია და ადამიანების უმრავლესობა ამ წნეხს არ და ვერ უძლებს და შვილებს როცა გიხსენებენ, ეს ბუნებრივია, რომ თქვენ მატერიალური ინტერესი არ დააყენოთ შვილების ინტერესზე მაღლა. მაგრამ ჩვენთვის მაინც საინტერესოა, რომ ეს მორალური წნეხი კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა, როდესაც შვილები გიხსენეს. შვილების და დაჭერა ჩემი. თქვენი დაჭერა იყო მუქარა და შვილებზე თუ დაგემუქრნენ. კი, შვილებსაც. შვილებსაც დავიჭერთო? სამი ბიჭი ხო, ნუ ეხლა რახნის შვილები ხო იცით როგორ ხდებაო, ხო იცით როგორ ხდებაო, შეიძლება რაღაცა უყო, თუ შეიძლება რაღაც იცით, ეს იყო ძირითადად ესეთი. რახნის შვილები ყავდათ ამ დროს? სრულწლოვნები იყვნენ? ბატონო კი, ორი იყო სრულწლოვანი კი. ორი სრულწლოვანი. გასაგებია, თქვენ ესე იგი დათმეთ ეს წილები და გიხსენეს პრეზიდენტიც, რომ ეს მოდის საქართველოს პრეზიდენტისგან და თქვენ გულურბყილოთ ითხოვეთ, რომ დამალაპარაკეთ მაშინ საქართველოს პრეზიდენტს. მქონდა მე ტელეფონი და მქონდა ჩვენ ეს ურთიერთობა კიდევ. მქონდათ, იცნობდით სააკაშვილს? საკმაოდ კარგი ურთიერთობა იყო. აი საგრებულოში მუშაობის დროს საკმაოდ ესეთი ნორმალური ურთიერთობა იყო, რომ რაღაც მომენტებში შეიძლება კიდევ ჭირდებოდი რაღაცებს თავის დროს და ტელეფონი არ გქონდათ თან რომ დაგერეკათ? როგორ არ მქონდა მე ტელეფონი, მაგის პარი ტელეფონი თვითონ ეს იყო ჩამორთმეული. ჩამორთმეული გქონდათ ტელეფონი თვითონ, მაგრამ ნომერი გქონდათ. ამიტომ ვერ დარეკეთ. ამიტომ ვეღარ დავრეკეთ. მე უკვე აღარ ჩავთვალე უკვე საჭიროც. კარგი, მაგრამ მეორე დღეს ეს ხდება 13 იანვარს 14-ში, ორ დღეში მოიწვიეს კრება. ვინ მოიწვია ეს კრება? კრება ჩაჩხიანმა მოიწვია. ჩაჩხიანს მოაწვევინეს. მოაწვევინეს კრება, დაიბარეს. სად შედგა ეს კრება? ეს კრება შედგა ქავთარაძის ქუჩაზე იყო თბილისში, სადაც ჩამოვიდნენ და ამ კრებაზე მოვიდნენ ისინი. ქავთარაძეზე რა შენობა იყო? შენობა იყო ორთაჭალ ენერგიის კონდა სენობა. ორთაჭალაც ესეთივე სიტუაცია იყო, მე თუ იქნება ეს ფორმატში, მაგასაც მოგახსენებთ და იმისთვის გამოვიყენეთ მაშინ. და
იქ იმის მერე რაც მიიღეს, რაც სურდათ, თქვენს თვალწინ დახიეს. ჩემ თვალწინ ჩემი ეს გაუქმეს ეს ისა და დაიხა ეს ისა. ვინ დახია? თუ გახსოვთ. ეს პერნაძე იყო მე მგონი რა. ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი. ხო, ისინი გამომძიებლები, რომლებიც ესწრებოდნენ ამ იმას. გასაგებია. შემდეგ ეს იყო პირველი ეტაპი, მაგრამ ამ დროს ჩვენ დავრჩით ხელმძღვანელ ორგანოებს სამეთვალყურეში დავრჩი მე. ჩაჩქენი დარჩა დირექტორად, ჩვენ ვაგრძელებთ, უბრალოდ წელი ქონდა წაღებული და ჩვენ მქონდა ერთი სარჩელი შეტანილი ისეთი, რომლის იმედზე ვიყავით, რომ არ დაგივიყავით ჩვენ და ეს სარჩელი ალბათ არ მაყოფილდებოდა და ეს ყველაფერი ჩაიყრებოდა მერე წყალში. და ამ დროს დაემთხვა, რომ უგულავა დაინიშნა პირველ ჯესალამ აირჩევდნენ ქალაქის მერად. პირველი რაც მან გააკეთა, რომ ეს იყო, რომ ეთყობა სერიოზული დავალება ჰქონდა, რომ ბოლომდე მომხდარი იყო ამ ინჟინერის აღება თავის წყალკანალის უფროსად მოიყვანა გაუშვა სერიოზული პროფესიონალი სარციძე და მოიყვანა ვინმე ქელბაქიანი, გიგი ქელბაქიანი. და რაც საინტერესოა, რომ იურიდიული კომპანია გვემსახურებოდა კალდონთია ჩვენ ესეთი კომპანია იყო, რომელიც იურისტები მერე გამოიყანა უგულავამ, ერთი წაიყვანა თავისთან ქონების სამმართველოს უფროსად და მეორე კიდე გამოუშვა სამართალყორეო საბჭოს თავმჯდომარედ ჩვენ საბჭოს წევრად. ისე რომ ამ იურიდიულ კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ 10 წლის განმავლობაში რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენი არავითარი ინფორმაცია გარეთ არ უნდა გასულიყო. გამოიყენა რა ეს ხალხი, ერთი ხოგერ ქონების მართვაში ქალაქის ალაფიშვილი, მეორე ყავლაშვილი. მოხდა შემოსევა და აი ისევ დაიწყო ეს ისა. ამ დროს ხდება, რომ ორი დღით გავდივარ რაღაც ბიბლიოთეკაში, უბრალოდ წავედი შვეიცარიაში, რაღაც კიდე ერთი ჯილდო მივიღე მიიღო ჟინერმა და ჩაჩქანი დაუბარებია უგულავას. და მოთხოვა, აი ეს მე რო ვახსენე წეღა სასამართლოში შეტანილი იმაზე ვარის თქმა. ჩაჩქანი წავიდა ვარზე, იმიტომ რომ მაგას არ ქონდა უფლება ჩვენს გარეშე ამაზე ხელი მოეწერა. მთელი დღე ყავდა დაკავებული უგულავას თავის კაბინეტში. ბოლოს რაც არ მოიგონა, ბევრი რაღაც მოიგონა, ბლანკი არა მაქვს, ეს არა მაქვს, ის არა მაქვს და იძულებული გახადეს დაერეკა ბოლოს ალიკო კობაიძე არის ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი იყო და ურეკა იმას და ჟინვალიდან ჩამოატანია ბლანკი. ეს გამეხდება უკვე რა. და იზოლების წესით მაგასაც ვეღარ მოაწერეს ხელი, რომ ვარსი იძახდა ამ სასამართლო პროცესზე, რომლის იმედი ჩვენ მქონდა, რომ აი ამითი უკვე უნდა რაღაც აღვედგინა რაღაც პოზიციები რა. მოაწერეს ხელი და ეს იყო ეს. ჩაატარეს კრება, ეს ვინც ვახსენე, ეს ხალხი შემოვიდეს სამართალყორეო საბჭოში. და მათი მიზანი რაც იყო, რომ გაეკოტრებიათ კომპანია და გაეოქმებიათ, რომ მე არავითარი პრეტენზიის ამოყენების უფლება რაღაცა არ ქონოდა. გააკოტრეს გაკოტრების რეჟიმში როგორც იყო წესი და მთელი ეს ქონება მოხდა გადანაწილება ჩვენი ნაშრომი ნაწვალები მრავალმილიონი ქონების გადანაწილება მოხდა. გარდა იმისა, რომ გესი ისახეს, გარდა ამისა ჩვენ ქონდა ძალიან ბევრი კიდე მეორე გესი ქონდა თმანიში რაღაცა. ყველაფერი გადაინაწილა ამ ჯგუფმა. მაგრამ რა არის ცეთ ყველაზე თავარი, რომ ერთია რომ გესი წაიღეს, მე შეფასებას არ ვაკეთებ, მინდა ჩაგაყენო საქმის ხურში და ვიზარალე ჩვენ პარტნიორებმა, ინვესტორებმა. თავარი მათი ამოცანა იყო, რომ წყლის ტარიფი უნდა გაეჯვირებიათ, რასაც ჩვენ პირობებში ვერ ახერხებდნენ, იმიტომ რომ დაბალი იყო ენერგიის ტარიფი, წყალი უფასო, ვერაფრით ვერ ახერხებდნენ. და როგორც კი ეს გაკეთდა, მოგეხსენებათ, რომ კატასტროფულად გაიზარდა ამას შემდეგ, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას და რომელსაც ესაც იხდის. ისე რომ განგარიშებით არ უნდა დღეს პარადოქსია, რომ ყველაზე აფინადრო რომელიც საქართველოში არის დღეს ყველაზე ძვირი ამიმეთი. აი ეს იყო ყველაზე ძალიან ცუდი რომ მოსახლეობას ჩვენთან ერთად ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა. სახელმწიფომ რომ წაიღო თქვენგან, სახელმწიფო გახდა მფლობელი თუ შემდეგ მოხდა გასხვისება? მაგ უკვე ბევრი რაღაცა მოხდა, იცით, სახელმწიფო ხო წაიღო.
უკვე მე ეს გესი გადაეცა წყალკანალს და ამზადებდნენ გასაკიდად ის ჭირდებოდათ მაგათ მაღალი ტარიფი ისე ვერ ყიდიდნენ ისინი ტარიფი გაზარდეს გადაეცა წყალკანალს ეხლა როგორც გითხარით იგი ბიზნეს გულაოს ბიზნეს პარტნიორი იყო ეს კელვაკიანი და ამზადებდნენ გასაკიდად და მოამზადეს და საინტერესო ის არის რომ ეხლა ძალიან ბევრი ნიუანსებია მაგ ეხლა არ მინდა ეხლა ხრმად შევყვე მაგ იმაში იმიტომ არსებითში შევიდეთ იმიტომ ჯერ მოიგო ერთმა შვეიცარიულმა კომპანიამ მე გადაცეს მეორეს მოტორის გამარჯვებულს კი არა გადაცეს სხვას და კიდე სერიოზული რუსული კვალი შეიმჩნეოდა და იმიტომ რომ რუსები დაენიშნენ დირექტორება და ერთი ორი ქართველი იყო კიდე ამ იმაში და თავარი ის არის რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თუ გახსოვთ 2007 წლის ნოემბერში გადადგა ის წინა დღეს მოაწერა 23-ში თვალთები გადადგა 24-ში და წინა დღეს მოაწერა მის გასხვისებაზე ამ წყლის გასხვისებას და ტარიფი თვითონ დაუწესა ინვესტორებს არის ესეთი განკარგულება და ბატონ სუზანა ციხში არის ყველა ხო არ გახსოვთ ტარიფი განსხვავება ანუ თქვენ უფასო დაძლევდით და ტარიფი რამდენი ჩვენ წყალს ვაძლევდით უფასო და ელექტროენერგიას მინიმალური ფასით ლარი ისა 1 თეთრი და 83 ნამდვილად მინიმალურია და რამდენი გახდა ხო არ გახსოვთ ეხლა არის გაორმაგეს ფაქ გაორმაგეს იმიტომ რომ აი იგი ელემენტარულად იგივე წყლის ხარჯი ჯერ კიდე მაშინ გაზარდეს 800 ლიტრა იყო ერთ სულ ადამიანზე წარმოიდგინეთ როგორი უნდა იყოს მოხმარება ოჯახში რომ 800 ლიტრა წყალი ერთმა კაცმა ყოველდღიურად დახარჯვა აიყვანეს თუ არ ვთქვი 1000 litrას ეს ისა თუ ამის ხარჯი ხდება წყლის ტარიფის და გაძვირება დღეს ეხლა 4.5 თეთრი არის მე მგონი სადაც მრიცხველი არ არის ესეთი მასე და კიდევ ერთი კითხვა თქვენ რო ბრძანეთ რომ თქვენ გქონდათ ხელშეკრულება დადებული იურიდიულ კომპანიასთან რომელიც უნდა მოგსახურებოდათ თქვენ და მათ ამ კომპანიას მის თანამშრომლებს ჰქონდათ ვალდებულება რომ არ გაეტანათ ინფორმაცია მინიმუმ 10 წელი და ამ კომპანიის ორი ხელმძღვანელი ალაფიშვილი და ყავლაშვილი წაიყვანეს თანამშრომლებად თანამდებობებზე დანიშნეთ სახელები ვინ რა არის ამ ალაფიშვილის და ყავლაშვილის ბატონო სახელები თუ შეგიძლიათ გითხრათ ამ ადამიანს ალაფიშვილს ერქვა ლევანი თქვია ლევანი და ყავლაშვილს ყავლა გიორგი შეიძლება გიორგი ყავლაშვილი კი ბატონო და ეს ორი პირი იღებდა აქტიურად კომპანიის გაკოტრებაში მონაწილეობას? მაგიმა უკვე გაკოტრების იმაში თვითონ მიიღეს ხომგონების სამეთვალყურე საბჭოში შემოვიდა ყავლაშვილი და ეს კიდე ქონების მართვა იყო და განაგებდა ქალაქში ქონების მიერ იმას. აი კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგეს იმისთვის რომ გაეკოტრებინათ კომპანია? ნუ ყოველ შემთხვევაში კონკრეტულად ეხა ეს დეტალები შეიძლება ვერ გითხრათ, მაგრამ თვითონ ეს ჩამორთმევაში ამ დეტალებში რაც იყო, რაც არ იყო, ის ყველა ნიუანსი იყო. აკეთებდნენ იმას, რასაც თქვენ არ გააკეთებდით. ეს შეგვიძლია ვთქვათ თუ? არა, ნუ რაღაც მორალის რაღაც მომენტები უნდა არსებობდეს იურისტებში, მე მგონი არის ეგეთი. გასაგებია. და მეორე კომპანია ასევე თუ არ გამოუწურეთ ამ ბატონი სოზარი, ბატონი გურამი, ბატონი ილია. გთხოვთ. მე უბრალოდ მინდოდა ორთაჭალხესთან დაკავშირებითაც თუ, მაგრამ თუ ჟინვალზე ჯერ ჟინვალზე დიახ. ბატონო გურამი. თქვენ აღნიშნეთ რომ 51% ჭირდებოდათო და თქვენ გქონდათ 40-მდე სულ და ის დანარჩენი საიდან მოახერხეს, როგორ მოახერხეს? დანარჩენი აღარ ჭირდებოდა. და ვინ არიან? ბატონო? დანარჩენი აღარ ჭირდებოდათ, უმრავლესობა რახან აიღეს უკვე. უკვე თვითონ მიხედეს, მე რომ გააკოტრეს ეს უკვე სახელმწიფოში გადავიდა რა. არა, უმრავლესობა როგორ აიღეს? თქვენ თქვით რომ 40%-მდე იყო არა, ის ხო დააწერეს, შეიძლება ვერ გამოვთქვი. ჩვენთან რო ჩაატარეს კრება, რო ჩატარდა. მაშინ იმ ხალხს რამდენიმე ადამიანს დააწერეს, რომ დანარჩენებსაც რომ მოიყვანეს ეს ცირე წილის პრობლემები. დიახ. და ავიდა შეავსეს 51%-მდე. გასაგებია და მეორე კითხვა თქვენ ამბობთ რომ ეს დადგენილებაო იქვე დახიესო და რა იყო საზოგადოების საინტერესო წყლის ლიცენზიაზე იყო ესეთი რომ თითქოს წყალს გესი იყენებდა ულიცენზიოდ
და არ იყო ეს კიდევ ამოფრო ჯერ თვითონ მერე რომ დავწერეთ ჩვენ და მოვიკითხეთ ეს ყველა პასუხები მივიღეთ რომ არ ეკუთვნოდა ლიცენზიის აღება გეს მაგრამ იმ მომენტში როდესაც არც იურისტი ყავს არავინ არ აკავს და ამის საფუძველზე შენ უკვე გიყენებენ ბრალდებას მე არ ვიცოდი ეს მომენტი და მით უმეტეს სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარის შეხება არ მქონდა მე ამ იმასთან ეს დეტალებში გასაგებია ბატონ თემურ მოგესალმებით თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში რომ 99 წელს დაიწყო პირველი შეტევა თქვენ კომპანიაზე და მაშინ გამოიხატა ინტერესები როგორი სახის შეტევა იყო ეს და რაში გამოიხატებოდა ზეწოლა ეს გამოიხატება რომ მერაბიშვილმა რამდენჯერმე ჩაატარა კომიტეტის ხდომა რომ გვაბრალებდნენ რომ ჟინერი არ იხდიდა საიჯარო ქირას ეხლა მეეცეღან აღნიშნე თუ დაახლოებით იმ პერიოდისთვის გავაკეთეთ 6 მილიონიანი 7 მილიონი ინვესტიცია საიჯარო ქირას ვიხდიდით 1,800,000 ლარს წელიწადში საიჯარო ქირას და ბიუჯეტში კიდე დავაზუსტოთ ვანო მერაბიშვილი მაშინ სად მუშაობდა იმისი კომიტეტის თავმჯდომარე იყო პარლამენტის ეკონომიური კომიტეტის და აი მაშინ იყო რომ ერთობლივად აი რომ ვახსენე USAID პეტერსონ ბენკლაფი იმიტომ ეს შემოტევები ცალკე იყო პეტერსონ ბენკლაფი რაღაცები კიდე მაგათიც იყო ეს ძირითადი მოთხოვნა რა ემერიხი იყო რომელიც ყველაზე უფრო გვაწვებოდა ჩვენ ესეთი წარმომადგენელი USAID-ის ემერიხი რომელიც ენერგეტიკის იმას განაგებდა მაგ იმაში გასაგებია და მე დანარჩენი პარტნიორი სულ რამდენი პარტნიორი იყავით ჯამში სულ იმის წევრები ძირითადად თანამშრომლები იყვნენ გესის თანამშრომლები ეს სააქციო საზოგადოება იყო თუ ბატონო სააქციო საზოგადოება იყო თუ შეპესე იყო რომელიც ძირითადად იყო ამ თანამშრომლებით დაკომპლექტებული იმიტომ რომ მათი თხოვნა იყო რომ მოვიდნენ რომ რაღაცა თავიდან გასაგებია თქვენ აღნიშნეთ რომ ჩაჩხიანს არ ქონდა უფლებაო აი რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერის პარტნიორების გარეშე მაგრამ მიუხედავად ამისა აი ერთი დღე რო დააკავეს კაბინეტში გულავასთან ის იძულებული იყო მერე რომ მოეწერა ამ საბუთზე ხელი ეს ამ საბუთზე ხელმოწერა ვინ ჩათმარა ლეგიტიმურად სასამართლომ კი წაიღო სასამართლომ და თქვენ გქონდათ ამაზე დავა არა ჩვენ დავა იმ მომენტში არა უკვე თვითონ გქონდათ უკვე ჩვენ შინვართან აღარ გქონდა შეხება იმას შინერთან ხო ჩამოგვაშორეს მაგ იმას და ჩაჩქარი იმის შემდეგ დავანტყოფდა როდესაც ყავდათ ეს დაჭერილი იმ შემდეგ დაიწყო სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან გული წნევა ყველაფერი და დღესაც ვეღარ არის ესე რა იმ დღის შემდეგ დაიწყო ყველაფერი ბანკზე და დაუბრუნდები ერთი კიდე ზემოთ ამ დანარჩენ პარტნიორებზე თუ გაგიგიათ იყო რამე ზეწოლა დაბარება არ შეშინება ან რაღაცა მარტო აი ამ 13 თუ აი რაც იყო დარჩენილი ჩემი და ჩაჩქანის შემდეგ ვაგერი რომ მოიყვანეს იქ ჩვენთან და ჩაიკეთა კარებები ჩვენს ავუხსენით რა ალბათ რომ ნახეს რომ ჩვენ დავთმეთ აღარ ქონდათ იმასაც გამოსავალი და ალიკო კობაიძეს და აფრობიეს რაღაც 10% ქონდა და შეკრიბეს დღეს ვინ არის მფლობელი ამ კომპანიას ამ წუთში მაგი თბილისის წყალში შედის და მაგ სამჯერ გამოიცვალა მფლობელი ჯერ იყო როგორც გითხარით სახით მე იყიდა შვეიცარიულმა ეგრეთ წოდებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ მე გადაიყიდა საქართველოს ბანკმა და ეხლა თუ არ ვწდები ესპანელები არიან შინ ეგრეთ წოდებული შვეიცარიული კომპანია რას ნიშნავს? ეგრეთ წოდებული რატო იცით მაინც მოიაზრებოდა რომ რუსული ის იყო მაგაში, იმიტომ დირექტორები ვინც დაინიშნა მერე ორი კაცი იყო მოსკოველი ენერგოპროს წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი კავშირი ბაქაც ენერგოპროსა და მას შორის და ორი ქართველი იყო ხაჟალე იყო დათო ხაჟალე ერთი არა შეგელია იყო და
კიდე ერთი ქართველი ბიჭი იყო დირექტორებად. ამიტომ ვიძახი რომ შვეიცარიული ნაკლებად იყო, მაშინ ვებ გვერდზე არ მოიძებნებოდა ამ შვეიცარიული კომპანიის რაღაც სხვა სერიოზული აქტივები. შენგელიას აერქვა ხო არ გახსოვთ? ბატონო? შენგელია იყო ერთი. ხო, ვინმე დავით შენგელი არ ვიცი მე. ბატონო? რაპაპორტთან? რაპაპორტთან უკვე მეორე ის იყო ის ენერგოპრო რა თქმა უნდა რაპაპორტთან იყო დაკავშირებული. რაპაპორტთან იყო ენერგოპრო რო გაიყიდა ის იყო თავიდან ბოლომდე ენერგოპროც ახლა ჩეხურზე რა გითხრათ მაგრამ ერთ კიდე მინდა დავაზუსტო თქვენ რო გადაეცით იმის მერე რომელ წლებში მოხდა პირველი ნასყიდობა კომპანიის როდის მოხდა მეორე აი შვეიცარიის აი ამ როგადა საქართველოს ბანკში და იმაში თანმიმდევრობა როგორი იყო და რომელი წლები იყო არა მაგას ვერ გეტყვით ეხლა იცით მე ეს ყველაფერი იმდენად დახურული ხელ ელემენტარულად ხელშეკრულება რო ხელშეკრულებაა გაფორმებული სახელმწიფო ისიც გასაიდუმლოებულია ბანკის შემოღებული იყო ნოღაიდელის მიერ რომ ყველას რასაც ხელს აწერდა და იმ პერიოდში ისეთი ტენდენცია იყო რომ ტარიფებს პრემიერი ადგენდა და წყალზე პრეზიდენტმა დაადგინა და მე იმაშობოდა ეს ბრძანებულებებშია ყველგან და ამიტომ მე როგორი თანამიმდევრობით წავიდა წლებს მადლობ იმიტომ აღარ მეხებოდა მე მაგი და ამიტომ მე არა მე ჟინერთან დაკავშირებით მაგკითხვა და მე ბატონი სოზარი უკვე ავჭალასთან დაკავშირებით დასვამს კითხვებს თქვენ არაერთხელ ახსენეთ USAID და იმ კონტექსტში რომ როდესაც თქვენი ამ ბიზნესის ჩამორთმევისთვის მუშაობდა ბატონი ივანო მერაბიშვილი იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე მას ხელს უწყობდა ამ თქვენ თქვით შემოტევები ეს სიტყვა გამოიყენეთ USAID ეს შემოტევები კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს USAID-ის წარმომადგენლებს თქვენ ხვდებოდით პირადად რას გეუბნებოდნენ რომ რატომ იყო კარგი ქვეყნისთვის ხელისუფლებისთვის თუ რაღაცა სხვა უფრო დიდი მიზნისთვის რომ თქვენ კი არ ყოფილიყავით მფლობელები არამედ ყოფილიყო სახელმწიფო არგუმენტაცია მაინტერესებს რა იგულისხმებოდა ამაში და ასევე თქვენ ახსენეთ მეორე კითხვასაც დაგისვამთ რომ ეს თავდასხმები თქვენს ბიზნესზე და თქვენზე დაიწყო 1999 წლიდან და 2005 წლამდე მანამ სანამ როგორც აკრებულოს წევრს უკანონოდ აღიკვეთეს თავისუფლება თქვენ რეალურად 6 წელი გაუძელით როგორც თქვენ ბრძანეთ და მათ შორის ახსენეთ რომ მოიგეთ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაც აი ამ დავასთან დაკავშირებით მეტი დეტალი რომ გითხრათ ანუ პირველი კითხვა USAID-ს ეხება უფრო კონკრეტულად რა იგულისხმება მათი მხრიდან შემოტევებში როგორც თქვენ ბრძანეთ და საარბიტრაჟო დავა საერთაშორისო მოგახსენებთ მე ეს შემოტევები იყო რომ კომიტეტში პარლამენტის რამდენჯერმე დაისვა თვითონ მათი მხრიდან რომ ჩვენ არ ვიხდიდით საიჯარო ქირას და უფასოდ გქონდა და $20 ვიხდიდით თითქოს ძელი ეს იყო მთავარი მათი მიზეზი რომ სახელმწიფო ჩვენ არ ვიხდიდით ფულს ამის შემდეგ მე ცოტა მერაბიშვილთან ცოტა დამეძაბა რაღაც სიტუაციები იმ პერიოდში რომ მე ღია წერილი მივწერე ერთ-ერთი გაზეთის საშუალებით სადაც ყველაფერი ეს დაუდევი ვამხილე ცოტა ირონიული წერილი იყო რომელიც შემდგომში ცოტა ის ქონდა მაგას რაღაც დარჩენილი ეს ამ წერილის გამო იმიტომ სხვა შორის ფოტოსუზარის ციხში ეგ წერილი გადმოცემული თავიდან ბოლომდე და მეორეში ხალხია რომ ის არის აქედან და USAID-ს რატომ რო იყო ეს კომიტეტის ხტომები ეს რატომ ახსოვს ეს ემერიხი მაგას აქვს რამდენიმე ინტერვიუ გაკეთებული მაგ ეს ისა რომ ჩვენ არაკეთილსინდისიერი ვიყავით პრობლემები თუ რაც ქვია ხა ლიზინგით იყო ის და სახელმწიფოს ვარფევდით მაგრამ წეგან ციფრები გითხარით რომ 1.800.000 იყო მარტო იჯარის ქირა და დანარჩენი რაც კეთდებოდა კიდე
ეს არის და აი ეს იყო ძირითადი USAID ამ კომენტარებს აკეთებდა ძალიან ხშირად და ეს იყო მხარდაჭერა ამ მერაბიშვილის და აი ამ ჯგუფის. იმიტომ მაგათ იმ პერიოდში ფინანსები ჭირდებოდა თუ გეიწყებდა ბრძოლას ხელისუფლებაში მოსასვლელად რაღაცებს და ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი ის მომენტი და ესენი რო გვერდზე ხარში ედგენ მაგათ ეს ფაქტია რა. ბატონო თეიმურაზ USAID-ის მონაწილეობის და ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობის ფაქტებს ჩვენ თუ სწორად ხვდები, მივაგნებთ საქართველოს პარლამენტის არქივში, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ კომიტეტზე ხდებოდა ეს. კი. განხილვები იყო კომიტეტზე. ორჯერ იყო კი განხილვა. ორჯერ იყო. სადაც მონაწილეობდნენ უცხოელებიც. ეგ მაგ შეიძლება ვერ დავაფიქრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრესაში არის მე მაგალითად მაგის პრესაში ნახული, სადაც მისი ინტერვიუები არის ამ ემერიხის, სადაც ეს რასაც მე ვამბობ, იმას იძახს. მე მის ციტირებას ვაკეთებ. საარბიტრაჟო დავაზე რას გვეტყვით? საარბიტრაჟო დავა იყო იგივე რომ შეჩერება უნდათ იმითი იჯარის გაუქმება უნდათ ცოტა ადრე. მაგრამ და შევიტანეთ საარბიტრაჟო იმაში ჩვენ. სად შეიტანეთ? აქ იყო საარბიტრაჟო ჩასამოვი იყო ერთი იყო ესბორგი იყო ამის ესეთი ბავშვობს ყარი კერძო არბიტრაჟი იყო თბილისში მდებარეობს. თბილისში კი ბატონო. საერთაშორისო? საერთაშორისო ის იყო. ბატონო. მე არ წავმიღე ხა თორე გასაგებია. რომელიც აი მაგაზე იყო რომ იჯარის შეწყვეტა უნდათ, მაგრამ ვერ თქვენ გაგამართლეს, გაიმარჯვეთ, მოიგეთ არბიტრაჟი. კი, ჩვენ მოვიგეთ. ჩვენ ყველა სასამართლო დავები მანამდე მოსასწრებლებოდ იყო გადაწყვეტილი. იმიტომ რომ არ იყო სამართლებრივი ის რითაც შეიძლებოდა თუ ეს გასაგებია. სანამ ბატონი ალუდა კითხვას დასვამს, მე თხოვნა მექნებოდა რომ აი ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა იყოლამ რომ დაინახოს ბატონი შოთა მაჭარაშვილის ავტორობით, მეორე თქვენი ავტორობით, ბატონო თეიმურაზ და ბატონი შოთას რედაქტორობით, ქართული ეკონომიკის მკვლელები და მეორე არის გაკოტრების ნაციონალური ფორმულა, სადაც მთელი ანატომია მოცემული, არა მხოლოდ ჯინერის, არამედ სხვა ენერგოკომპანიების განზრახ გაკოტრების და სახელმწიფოს თუ კერძო სხვა პირების საკუთრებაში მიქცევის პროცედურების შესახებ. იქნება ეს გამოცემები თქვენი ნებართვით ორ-ორი ეგზემპლარი მოაწოდოთ კომისიას შემდგომ დღეებში იმისთვის რომ დასკვნასაც თან ახლდეს დანართად და ჩვენი ადმინისტრაციული პერსონალისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს რომ დასკვნაში აისახოს აქ მოცემული მასალები, იმიტომ რომ იმ მცირე დროში რაც თქვენ გეთმობათ დღეს კომისიის ხდომის ფარგლებში შეიძლება თქვენ ყველა ფაქტი სრულფასოვნად უბრალოდ დროის სიმცირის გამო ვერ წარმოადგინოთ, არა და უმნიშვნელოვანესი თემებია ეს. ბატონო ალუდა გთხოვთ კითხვას. მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. არბიტრაჟის დავა სჭირდება ორივე მხარის ნება წინასწარ გაცხადებული, სადაც ხელშეკრულებაში. ეს მიკროფონშიც რომ მოწიოთ. ნახეთ, აი არბიტრაჟი რო იკითხე ჩემმა კოლეგებმა, კერძო არბიტრაჟი იქნებოდა, მაშინ ბევრი იყო, ასე ვთქვათ. ჩვენს ქვეყანაში და კანონი ამას პრაქტიკულად ნაწილობრივ არეგულირებდა, ნაწილობრივ ესე ღიად იყო, მაგრამ ერთი დათქმა იყო. არბიტრაჟს ცალკეული მხარე ვერ აირჩევდა. ორივე მხარის წინასწარ გაცხადებული ნება უნდა ყოფილიყო დღეს. ხელშეკრულებაში, დიახ, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ისე არ გავიგოთ, რომ ვინმეს მოესურვა რომელიმე მხარეს, ეს არ არის როგორც სასამართლოს კლასიკური შემთხვევა, რომ სასამართლოში მიდის ერთი მხარე და მეორე მხარის ნება არ ჭირდება ამაში, თუ ის თulis რომ ისი უფლებაში არის დარღვევა, არბიტრაჟთან მიმართებაში წინასწარ გაცხადებული წერილობითი ნება უნდა არსებობდეს. ამიტომ ამას ჩვენ მივაკლევთ ალბათ, ხო? ეს მიკვლევადი იქნება, ხელშეკრულებაში იქნება არბიტრაჟი, ვინ იყო გამხილველი და ასე შემდეგ, რა არგუმენტები იყო წარდგენილი თქვენს მიერ და რა არგუმენტები იყო დაუშვათ თქვენი არგუმენტების გასაბათილებლად მეორე მხარის მიერ, რამე თუ თქვენ დაობთ თქვენს უფლებაში უხეშ ჩარევას. ეს ერთი საკითხი, მიდასტურებთ რომ ეს ასეა, ხო? ანუ ხელშეკრულებაში იყო და ორივე მხარის შეთანხმებით ხდება. დიახ, მინდოდა რომ დამეზუსტებინა. ახლა მეორე საკითხი. თქვენ, როდესაც ეს დათმეთ და თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იყო ცხადია,
რაც თქვენების საწინააღმდეგოდ არის, ის არის კანონსაწინააღმდეგო და ამავე დროს ამორალური გარიგებას იცნობს სამოქალაქო კანონმდებლობა, მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა. თქვენ არ გიცდიათ, რომ მთელი რიგი მტკიცებულებები დაასახელეთ, ეხლა გამომძიებლები ესწრებოდნენ ამ ყველაფერსო, კონკრეტული პიროვნებები დაასახელეთ, ხო? ასევე კონკრეტული პიროვნებები დაასახელეთ, რომელიც მე როგორც ყოფილი ადვოკატი პირდაპირ გეტყვით, რომ ინტერესთა კონფლიქტი არის. აქ მხარე კოლეგებმა მაიკითხეს, რომ რა როლი ჰქონდათ და ასე შემდეგ. ხო, ნუ მეტი როლი რა უნდა იყოს, როდესაც მთელი სტრატეგია და მათ შორის საადვოკატო საქმიანობა აგებული არის კონფიდენციალობის და ასე ვთქვათ, მთელი სტრუქტურა არის იმ სტრატეგიაზე, რომელიც ერთობლივად სახავენ იმ გეგმას და ნაბიჯებს მხარესთან ერთად, რა თქმა უნდა, ადვოკატი. და ადვოკატს აქვს ვალდებულება, რომ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს ეგრეთ წოდებული კლიენტის ინტერესების დასაცავად. ნახეთ, ასეთი ფორმულირება არის. ამას კანონი ითვალისწინებს და ავალდებულებს და ეს არ არის თქვენ როდესაც მორალზე საუბრობთ, ეს მორალური განზომილება არ არის. ამას კანონი ავალდებულებს. ხო და აი როდესაც აი ამ თქვენი საქმის წარმოების დროს, მოდი ასე ვთქვათ, მთელი რიგი საკითხები და მათ შორის კომერციული საიდუმლოება იქნა გამჟღავნებული, მთელი ამ დაგეგმარებაში, სტრუქტურის თუ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, მთელი რიგი საკითხები არის, ხომ, ზღვა მასალა იქნებოდა, ზოგიერთი მეტად კონფიდენციალური, ზოგიერთი ნაკლებად კონფიდენციალური, მაგრამ კომერციული საიდუმლოება, რომელიც თქვენთვის ღირებული იყო, ეს ხო ცხადი არის, რომ ამ პირებმა იცოდნენ და შემდეგ, რასაც თქვენ ბრძანებთ, მეორე მხარეს აღმოჩნდნენ ეს ადამიანები, ანუ მეორე მხარეს გულისხმობ, რომელიც თქვენი თქმით და თქვენი განცხადებით თქვენს მოწინააღმდეგე მხარეებად იყვნენ. სწორად ვიგებ ამას? და აი თქვენ ეს ყველაფერი, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. თქვენ არ ქონიათ მცდელობა, რომ დაუშვათ ამ თქვენი უფლებების აღდგენა მოგეთხოვათ სასამართლო წესით, თუნდაც სამოქალაქო წესით. და რა ვიცი, რასაც მე ხა თქვენი განცხადებით აქ ვისმენ, უამრავი მინდა ხაზი გაუსვა. არაერთი და ეს ნიშნავს, რომ მართლაც უამრავი არის. მტკიცებულებების წყება არის, რის შედეგადაც შეიძლება, რომ სამართლებრივი დავა წამოიწყოს ადამიანმა. ეს არ გაგიკეთებიათ და ან თუ არ გაგიკეთებიათ, მიზეზი რა იყო? ან თუ ეს გააკეთეთ, ეკნებ გითხრათ და საზოგადოებასაც უთხრათ, რომ რა ეტაპზე არის ეს კონკრეტული დავა. მადლობა. გიპასუხებთ 2011 წელს ჯერ კიდევ პერიოდში მურთაჭალაზე დავიწყეთ დავა და ჩემი დამცველი ინტერესები დამცველი იყო ყოფილი თქვენი წევრი ბატონი სალია იყო აი მურთაჭალასთან დაკავშირებით რომელიც სტარტში წავიდა მე ეს არჩელი და ამასთან დაკავშირებით თქვენ მკითხეთ ეს განცხადება პროკურატურაში ჩვენი შეტანილი 2012 წლის როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება ჩვენ დაგვიბარეს რატომღაც ჩვენი ინიციატივის გარეშე დაგვაწერია ეს განცხადება და ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო მოძიება 2012 წელს და დღემდე ეს ჩვენი საქმე ეს აღწერილობით ყველაფრით ასე თქვენ გადაცემულია დევს პროკურატურაში და ყოველ წელს ჩვენ რომ მიმართავთ როგორ არის საქმე მიმდინარეობს ძიება აი ეს არის პასუხი რასაც ჩვენ ვღებულობთ მთელი ამ 13 წლის განმავლობაში საქმე დახურული არ არის მიდის მაგრამ არ დაზარალებულად ავარ ცნობილი არაფერი არის ესე გაჩერებული თორე ყველა მტკიცებულება წარდგენილი არის იქ კი ბატონო შპს ჟინერის საჩივარია პროკურატურაში თუ თქვენი ჟინერის კი ბატონო პარტნიორები ჩვენ რომ შევძლოთ სათანადოდ გამოთხოვა ამიტომ გეკითხებით პარტნიორებს კი ბატონო ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი ერთი დაზუსტება უფრო მეტად ანუ მთავარი საბაბი რის გამოც ეს დავა საერთოდ მიმდინარეობდა ჯერ კიდევ პარლამენტში იყო ის რომ თქვენ როგორც ანუ ლიზინგის თანხას არ იხდიდით შესაბამისი რაოდენობით ხო და თქვენ ბრძანებთ რომ იხდიდით სრულად აი აქ კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ ეს ერთი საკითხი და მეორე როდესაც თქვენ ლიზინგით აიღეთ განახორციელეთ ინვესტიცია ამავდროულად ხო აი კონებაში რომელსაც შემდგომში იყენებდით და რა ვალდებულებები გქონდათ თქვენ უნდა მიგეწოდებინათ წყალი
ქალაქისათვის და ელექტროენერგია ქსელისათვის. აი ეს მომენტები რომ დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ. ესე იგი გიპასუხეთ ბატონო ირაკლი, ვალდებულებები ჩვენი რა იყო, ჩვენი მაშინ წყალკანალის არ იყო თვითონ ჟირმალგესი იყო საქენერგოსი. და საქენერგოსთან მქონდა ჩვენ შეთანხმება და პარალელურად მქონდა დუშეთის გამგეობასთან. თუ რა უნდა გაგვეკეთები ის ვალდებულებები რაც მქონდა აი ესეთი გესში უნდა გაგვიმართა თუ დეტალურად ეს გაწერილი არ იყო რომ ამდენი წყალი მეგვეწოდები არა უბრალოდ უნდა გასულიყო საპროექტო ნიშნულზე როგორც უნდა და რომელიც გავაკეთეთ თორე ეს დეტალურად ეს ვალდებულებები ესეთი ხელშეკრულებებში ჩვენ არ გქონდა მაგრამ ამას ყველაფერს ვაკეთებდით გარდა იმისა რაც მოგახსენათ რაც დუშეთთან მქონდა რაღაც გარკვეული ხელშეკრულებები რაიონის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით მოსახლეობის გაყვანა იქიდან ბევრი იყო დარჩენილი ის ხალხი გავიყვანეთ იმიტომ რომ საფრთხე ქონდა ადიდებასთან დაკავშირებით და მთელი ეს სამუშაოები ჩატარებული გვაქვს ჩვენ მაგიმასთან. იჯარის იმიტომ იყო რომ ვერც ერთ სასამართლო იმიტომ რომ არ დასტურდებოდა იმიტომ ჩვენ ფულს ვიხდით ყველაფერი ნათლად ჩანდა მაშინ. გასაგებია ბატონ შოთას ხომ არ სურს რაიმეს დამატება ამასთან დაკავშირებით დადებით პასუხის შემთხვევაში გთხოვთ ჩართოთ მიკროფონი და გისმენთ. მე შემიძლია ერთი რამ დავამატო ჟინერთან დაკავშირებით ბატონ შოთა შემდეგ გადავალთ სხვა კომპანიას. გაჩნდა სურვილი რომ ასეთი თქვა ნაშრომი გავიკეთებინა შეგვექნა ესეთი იგნი იმიტომ მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში რაც ჟინერში და სხვა ელექტროსადგურებში მე პრესაში მუშაობდი და სწორედ ამ კუთხით ვაშუქებდი მასალებს ეს იყო ძალიან რთული პერიოდი თქვენ მოგეხსენებათ და ჟინერი და ჟინოალხეს იყო პირველი ელექტროსადგური რომელიც გაიმართა ქართველი ინვესტორების მიერ ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო და არც იმის შემდეგ არ მახსენდება რომ ესეთ სადგურზე რომელიც ქართველი ინვესტორი სულიყოს გაეკეთებინა აი მხელა სამუშაო რაც მაშინ ჟინერმა გააკეთა მე ნანახი მაქვს რეაბილიტაციამდე ჟინერი იმის შემდეგ ეს დაახლოებით 80 მეტრი წყლის მიწის ქვეშა სადგური რომელიც მაშინ დანგრეული იყო მხოლოდ ერთი აგრეგატი მუშაობდა ისიც შეფერხებით და რამდენიმე თვეში უკვე 4 აგრეგატი გამოიმუშავებდა სრული სიმძლავრით იქ სხვა პრობლემებიც არის მაგრამ ამაზე არა აი რომ უფრო კარგად ახსნა რა მნიშვნელობა ქონდა ჟინერს ყველას გვახსოვს რომ გაითიშა სისტემა გაქრა მთელი საქართველოს ჩაბნელდა და ამის აღსადგენად საჭირო ხდებოდა მეზობელი ქვეყნების თქვა სომხეთის ან აზერბაიჯანის დახმარება რომ აი აზერბაიჯანისა და სომხეთის ენერგოსისტემებს მოეწოდებინათ ენერგია ქართული სისტემის საქართველოს ენერგოსისტემისთვის რომ ეგ ენერგეტიკული ტერმინია რომ სიხშირის დაჭერა მოხდარიყო რომ სხვადასხვა ობიექტები ჩართულიყო და ელექტროსადგურები ისევ ამოქმედებულიყო იგივე ენგური და სხვა აი ამ რეაბილიტაციის შემდეგ და იქ მთელი კომპიუტერული ტექნოლოგიები დაინერგა უკვე აღარ იყო საჭირო აი ექსტრემალური პირობების დროს მეზობელი თქვათ აზერბაიჯანის ან სომხეთის დახმარება და ჟინერის მეშვეობით უკვე რამდენიმე წუთში თუ ამას რამდენიმე საათი ჭირდებოდა მანამდე ჟინერის მეშვეობით თქვა 15-20 წუთში უკვე ხდებოდა ენერგიის აღდგენა ქართულ ენერგოსისტემაში. ამდენად გამართულად მუშაობდა ეს სადგური და ესეც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომ ქართულ ენერგოსისტემაში მუშაობდნენ სპეციალისტები ვინც შეძლო ამ დონეზე გაემართა ელექტროსადგური არა უცხოური დახმარებებით მაშინ ძალიან დიდი ფული იხარჯებოდა უკვე რეაბილიტაციაზე ენგურის იგივე ნამახვანის რიონის ექსიმენსის და სხვა კომპანიები უცხოური ორგანიზაციები ხარჯავდნენ აქ კი ქართული კომპანიის ქართული ინვესტორების მიერ მოხერხდა ჟინვალის როგორც წყალმომარაგების იქ ძალიან დიდი სამუშაოებია შესრულებული და ეს იყო იმდენად თვალშისაცემი საქმე რომ ამის უსამართლობა იმდენად თვალნათელი იყო რომ თვალის დახუჭვა შეუძლებელი გახდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ ესეთი ნაშრომი შეგვექმნა და მე მგონი მთელი სურათია აღწერილი აბსოლუტურად დეტალურად რა როგორ იყო ციფრებით რამდენია იქ საიჯარო გადასახადი რამდენი სიხდი და რამდენი წყალი რა ღირდა რა ფასად და როგორ
ეს აი ამიტომ გახდა ამ წიგნის ვაკდა, მე მგონი კარგი საქმე გავაკეთეთ როგორც. კი ბატონო, დაგეთანხმებით, ძალიან დაგვეხმარება ეს ჩვენ შემდგომ მუშაობაშიც, ამიტომ ამ გამოცემებისთვის თქვენ ბატონო შოთა და ბატონო თეიმურას როდის გამოუშვა ეს წიგნი, როდის მოგეცათ საშუალება რომ ეს წიგნი დაგებეჭდათ და ეს ამ წიგნზე უბრალოდ უამრავი მასალები ქონდა, როგორც ჟურნალისტური, ისე სხვაც მუშაობა დავიწყეთ ალბათ უფრო ადრე, სადღაც 7-ში, 8-ში, მაგრამ წიგნის გამოცემა მოხერხდა 2012-13 წელს გამოვეცით ეს. კი ბატონო, 2013 წელს არის დაბეჭდილი. მაგრამ არ მიიღო გამოცემულო კაცრავ ბევრმა იმან. იქ სხვა მიზეზები იყო ალბათ ეს საინტერესო არ არის ეკონომიკურია და რაღაცა და კიდე ჯანმრთელად და კარგად რო გადარჩით და რამე კიდე დიდ ზეწოლის ქვეშ არ მოყევით ალბათ ეგეც ის არის. ასაკვის მაგწლებში ესეთი რაღაცის დაწერა ძნელი იქნებოდა ალბათ. მაგაზე არ ვფიქრობთ ალბათ რომ ასეთი. კარგი. ბატონო სოზარ, თქვენ გსურთ რომ ბატონ თეიმურას სხვა კომპანიასთან დაკავშირებით დავუსვათ შეკითხვა. ბატონ თეიმურას, მე ვიცი რომ ამის შემდეგ ჟინერით არ მოიწურა საქმე, უკვე გადავიდა თემა მეორე თბილისში მდებარე ორთაჭალაჰესზე. ორთაჭალაჰესთან დაკავშირებით უბრალოდ ცოტა ესეთ რა ბევრ კითხვას გავერთიანებ ერთ კითხვაში, ანუ რა მდგომარეობაში იყო, როდესაც თქვენ შეიძინეთ, როდის შეიძინეთ და შეძენის რა ფორმაა, შეძენა იყო თუ ესეც იჯარით იყო, რა ინვესტიცია ჩადეთ, რა ხელშეკრულება გქონდათ სახელმწიფოსთან და შემდეგ როგორ წარიმართა ვითარება ამ ჰესთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოგახსენებთ. ვინ იყავით ასევე იქაც მფლობელები? მფლობელები თუ მოიჯარეები? ორთაჭალაჰესი როგორც ცნობილია იყო ცნობილი ესეთი მეორე სახელწოდება ჰქვია ზარალგესი, იმიტომ რომ არასდროს არ მუშაობდა და მისი ძირითადი დანიშნულება იყო ვთქვით კალაპოტის შენარჩუნება, ეს იყო. ელექტროენერგია იყო მეორე ხარისხოვანი. მაგრამ იმ პერიოდში, როცა დეფიციტი იყო სერიოზული ელექტროენერგიის, ისევე მე უკვე მეორე ჯგუფთან ერთად ავიღეთ ეს იჯარით, ისევე გავმართეთ ჩაიდო სერიოზული ინვესტიციები და ახლობლად 7 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო აქ. გაიმართა და აი კიდევ გაკეთა ძალიან ბევრი რამე გესი რომელიც არასდროს არ მუშაობდა და ამუშავდა, გამომუშავა მივიდა და მეტრო სადგურს ვამუშავებდით ჩვენ ყოველგვარ შეფერხების გარეშე, აი მაშინ თუ გახსოვთ რომ ჩერდებოდა ხშირად მეტრო და გამოდი, აი ეს ყველაფერი მაშინ ავხოთ. გაიმართა და დღესაც ისე მუშაობს, იმიტომ რომ მე როდესაც ჩვენ წაგვართვეს ესე ბოდიში ვიხდი ჟარგონისთვის აი ეს მომენტი, როცა ჩვენ ეს 2008 წლამდე, 7-მდე მუშაობდით ჩვენ და კიდევ ამ ერთადერთი კომპანია იყო ქართული დარჩენილი. იჯარით გქონდა თუ გზელვადიანი იჯარით ლიზინგით იყო ესეც 2019 წლამდე. იჯარის კირასაც აქაც ვიხდით და დენის მიწოდება იყო ისევ 2.2 თეთრი. ქალაქისათვის გამომუშავება რამდენია წლიური? გამომუშავება რაღა ბანკის არის 14 მეგავატია სულ მცირე ის არის სიმძლავრეა, მაგრამ ამას ვამუშავებ კიდე გეუბნებით, ეგ იყო ცნობილი ესეთი ზარალგესი და მე მაგასაც ერთადერთი გესი იყო დარჩენილი, რომელიც არ იყო კონტროლირებადი რუსული კომპანიების მიერ, იმიტომ რომ ეს გესები ყველა ჩავარდა მათ ხელში და იგივე რაპაპორტი ვახსენეთ წეღან და ამაზეც მოინდომა ენერგოპრომ და დიდი დახმარება, იმიტომ რომ კიდე მე აღარ ვახსენე ბატონი ნოყაიდელი, მართალი უკვე გადამდგარი იყო, მაგრამ ყავდა მაგას იქ დამენია თავისი ბიზნეს პარტნიორი დატოვებული, რომელმაც თავისი ლაშა ჟვანიას დახმარებით მაშინ მინისტრი იყო ეკონომიკის, პირდაპირ გაიტანეს აუქციონზე ეს ჩვენი კუთვნილი, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი უკვე ჩვენი კუთვნილი იყო, იმიტომ რომ ამხელა ინვესტიცია ჩადებული ქონება, შენობა ვაშენეთ იქა და პირდაპირ გაიტანეს და ენერგოპროს პირდაპირ მიყიდეს ესე და ეხლა მე რატო ვამბობ ასე, ნოყაიდელი თავიდანვე იყო ენერგოპროს ლობისტი, როდესაც შემოიყვანა ეს კომპანია და აქაც მარტო ერთი ობიექტი, რომელიც თელასის იყო და იმის იყო, მაინდა-მაინც ენერგოპრომ წაიღო. ეს არის
ყოველგვარი კანონიზაცია ეს ხო გეუბნებით იყო აღზრული საქმე 2011 წელს კიდე ჯერ ხელისუფლების დროს წავიღეთ არბიტრაჟში სტრასბურგში და ნუ რაღაც იქაც შეფერხებები იყო რაღაც შეგვიშალა ხელი ვინმე ჟღენტი იყო იქა რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი რომელიც შეგვიშალა ხელი რაღაც მის გაგზელებაში რა გასაგებია თუ არის ორთაჭალხესთან დაკავშირებით კითხვები ბატონი ილია გვარგნებავდეთ კითხვის დასმა ორთაჭალხესთან მაგ პერიოდში